პირველი მის ევროპა იყო ქართველი ქალი ეკატერინე თახნიშვილი. როდესაც ჩავიდა საფრანგეთში, არისტოკრატია გაიქცა რევოლუციის შემდეგ, საფრანგეთში რომ ჩავიდნენ, ისე ბუნებრივად და ორგანულად მოერგენ იქაურ ესთეტიურ ხარისხს, რომ მათთვის ეს ბუნებრივი მდგომარეობა იყო. და კოკო შანელთან რომელმაც რევოლუცია მოახდინა ქალის ზოგადად ხასიათის და არსებობის, ხო, აი თავისი სტილით ჩაცმის და თავისუფლება მიანიჭა ქალს. ეს ქალები, რომლებიც ჩავიდნენ მერი შერვაშიძე, უამრავი ადამიანი, ვინც ჩავიდა, ძალიან ბუნებრივად მოერგო ამ ადამიანებთან ყოფას და ცხოვრებას და შერვაშიძე იყო მის ევროპა, მის მსოფლიო. ანუ რისი თქმა მინდა, რომ ის ხარისხი და ის კრეატიული ნიჭი, რაც ჰქონდა ამ ქალებს და ის დახვეწილი, თქვათ, რაღაცა ესთეტიური დამოკიდებულება ხელოვნების მიმართ ძალიან ბუნებრივად მოირგეს. რისი თქმა მინდა, რომ ეს ჩვენი კრეატიული ნიჭი არის ასევე ჩვენი იდენტობის ნაწილი, რომელიც ძალიან უნივერსალურია და სხვებთან ერთად გაახლოებს, აი ამას ვამბობ, რეშენ კი არ განგაცალკევებს. იქ რო ჩავიდნენ და მათთვის ეს მდგომარეობა ბუნებრივი რო იყო და იქაურ კულტურაში მაგალითად რომ ძალიან თავისუფლად მოერგეთ, ეს ნიშნავს, რომ შენ გაქვს ის უნივერსალური, ევროპული, რასაც ქვია, შემოქმედებითი ხასიათი, რომელიც მთელ ზოგადად ხელოვნება არის ის, სადაც ყველა იპოვის თავის ადგილს. ანუ თავისუფალი სივრცე იქ არ არსებობს. ჩემ ადგილას ხარ და მიიწიე და დამსვი და რამე არ ხდება იქ. შეიძლება ხდება, მაგრამ არა იმ კუთხით, ეგოს თამაში ნაკლებია. იქ არის ყოველთვის კრეატიული სივრცე, სადაც შეიძლება ადამიანებმა თავის თავი იპოვოს. რა კარგი გზით წავედით ხო? კაი გზით, ერთი ისტორია კიდე გამახსენდა, მოვყვები თუ შეიძლება. უფრო რაღაც ქართველის გიჟურ ბუნებას რო იმაშოვა. გივი ბერიკაშვილის მოყოლილი ისტორია, ახალგაზრდა ვიყავიო და ძალიან მაგარი თოვლი მოვიდა თბილისშიო და რაღაც 01 თუ რაღაც ძველი მანქანა მყავდაო. ოჯახი ჩავსვით ღამის თბილისში წამოვედით რუსთაველზე რომ გვენახა როგორ ბარდნიდაო. და ის ეხლა რო ის არის საკრებულოს შენობა. იქიდან მოდის რუსთაველის მეტროს მხრიდან. ცოტა დაღმართივით ხოა, თოვს ხამია და უცებ შუა გზაზე მოდის ვიღაც კაცი ესე ხელებ გაშლილიო. უყურებთ ეს გიჟი ვინ არისო ფიქრობთ და რომ მიუახლოვდითო აღმოჩნდა გალაქტიონი რა. აი ეხლაც დამიარა რაღაცნაირად. ხო, რაღაცა ეგეთი გიჟობები გვჩვევია ხოლმე ჩვენ და თან კარგი გიჟობები.